გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო, ბაგრატოვანთა დრო კვლავ აგრძელებს თავის გადაცემათა ციკლს. ჩვენ გიყვებით ისტორიას ბაგრატიონებზე, ისტორიულ დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით გაწვდით ინფორმაციას და გვინდა რომ საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტი იცოდეს საკუთარი ისტორიის შესახებ, საკუთარი ფესვების შესახებ, რაც შეიძლება მეტი იცოდეს ამ დიდი დინასტიის შესახებ. კიდევ და კიდევ გილოცავთ პატივცემულო ტელემაყურებლებო, შობა ახალ წელს მრავალს დაგასწროთ ღმერთმა, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული არ მოგაგლოთ უფალმა ღმერთმა. იყავით გახარებულები ამ წელს, ძალიან ბევრი გამარჯვებები გქონოდეს, წინსვლა და წარმატებები. დღეს პატივცემულო ტელემაყურებლებო, ჩვენთან სტუდიაში ბრძანდება ძალიან საინტერესო ადამიანი, ძალიან პროფესიონალი თავისი საქმის ისტორიკოსი ბატონი ბუბა კუდავა. გთხოვთ მივესალმოთ და მისამებით. მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის და ამ საინტერესო გადაცემათა ციკლში მონაწილეობის საშუალებისთვის. ბატონო ბუბა, მინდა დღევანდელი გადაცემა მიუძღვნათ ტაო კლარჯეთს. განსაკუთრებით ტაო კლარჯეთი თქვენთვის ძალიან ახლო თემაა და აი რას მოგვიყვებით ტაო კლარჯეთის შესახებ, ანუ ისტორიული ცნობები რომ მოგვაწოდოთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა, აღინიშნოს რომ ჩვენ ვართ ბედნიერი თაობა, ვინაიდან განსხვავებით ჩვენი წინამორბედებისაგან, უფროს თაობის მეცნიერებისაგან მოგვეცა საშუალება ადგილზე გვემოგზაურა და შეგვესწავლა ტაო კლარჯეთის რეგიონი, იქ არსებული ისტორიული ძეგლები. დღეს შექმნილი ვითარება ამ საშუალებას იძლევა, სამწუხაროდ ამ საშუალებას მოკლებული იყვნენ ისეთ დიდი მეცნიერები, როგორც იყვნენ ივანე ჯავახიშვილი, მაგალითად, იგივე თქვენ წარმოიდგინეთ, წერდნენ გამოკვლევებს, ხოლმე მაგალითად ვახტანგ ბერიძე, პარმენ ზაქარაია, სპეციალური გამოკვლევები აქვთ ტაო კლარჯეთის არქიტექტურის შესახებ და მათ ფეხიც კი არ დაუდგამთ ტაო კლარჯეთის მიწაზე, ყველაფერს ამას აკეთებდნენ ძველი ჩანაწერების, გამოცემებისა და ფოტოსურათების მიხედვით. ამ მხრივ საბედნიეროდ ვითარება შეიცვალა, ძალიან გაიზარდა ინტერესი ტაო კლარჯეთის მიმართ, ძალიან ბევრი სპეციალისტი ჩადის იქ, ზოგი სამოგზაუროდ, ზოგი დასათვალიერებლად, ზოგი საექსპედიციოდ და ბევრი მომლოცველიც ჩადის. აქვე აუცილებლად უნდა გავაკეთოთ განმარტება რა არის ტაო კლარჯეთი. ტაო კლარჯეთი ეს არ არის მხოლოდ ტაო და კლარჯეთი. ტაო და კლარჯეთი არის ორი ისტორიული მხარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი, საკმაოდ დიდი, განსაკუთრებით ტაო ჭარბობს თავისი სიდიდით კლარჯეთს და ყველა პროვინციას ამ ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტაო კლარჯეთი არის ერთგვარად პირობითი ტერმინი და ხელოვნური ტერმინი და ეს ასე ვთქვათ გამოიგონეს ეს ტერმინი მეცნიერებმა. იმისათვის რომ ქონოდათ შესაბამისი სახელი იმ ისტორიულ მხარეებს, რომელიც მოხდა თურქეთის ტერიტორიაზე. უფრო ზოგადად რო ვთქვათ, ისტორიული სამხრეთ საქართველო, ეს არის ისტორიული მესხეთი, ზემო ქართლიც ეწოდება მას ისტორიულად და ეს მესხეთი, ზემო ქართლი შედგება ძალიან ბევრი პროვინციისაგან. ჩვენ შეცდომით ვამბობთ ხოლმე ხშირად მესხეთ, ჯავახეთი, არ არის სწორი ეს. სამცხე, ჯავახეთი, მესხეთში შედის სამცხე, ჯავახეთი, ტაო, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, ჩრდილი, ბასიანი და ასე შემდეგ. და აი სწორედ ისტორიული მესხეთის თურქეთში დარჩენილ ნაწილს ვეძახით ტაო კლარჯეთს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩამოვთვალე, აქ ბევრი სხვა პროვინცია შედის ტაოსა და კლარჯეთის გარდა. ამ რეგიონს ჰქონდა განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის წარსულში, ქართველი ერის ჩამოყალიბების, ასე ვთქვათ, პროცესში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ რეგიონს, ძალიან დიდი როლი აქვს შეტანილი. აქ ძველი ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოებრივი გაერთიანებები დიაოხიდან ნაწილობრივ კოლხაც სწორედ აი ამ რეგიონში იყო მათი პოლიტიკური ცენტრები. და განსაკუთრებით გაიზარდა ამ რეგიონების მნიშვნელობა მას შემდეგ, რაც იქ ჩამოყალიბდა ბაგრატიონთა დინასტიის სათავეში
პოლიტიკური ერთეული, რომელსაც ეწოდებოდა ქართველთა სამეფო. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ქართველთა სამეფო, სიტყვა ქართველთა არის პოლიტიკური მნიშვნელობით, იმიტომ რომ ყველა სხვა საქართველოს სხვა რეგიონებშიც ქართველები ცხოვრობდნენ ცხადია და მათაც ჰქონდათ თავიანთი პოლიტიკური ერთეულები, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ტერმინი, ასე ვთქვათ. ქართველს ჰქონდა სხვადასხვა მნიშვნელობა, ჰქონდა ზოგადი მნიშვნელობაც, მაგრამ ძველად ქართველი ეწოდებოდა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში ქართლში მცხოვრებ ადამიანებს და ვინაიდან პოლიტიკურად ქართველთა სამეფო იყო გაგრძელება ისტორიული ქართლის სამეფოსი, ძველი ქართლის სამეფოსი ფარნავაზიანთა პერიოდიდან მოყოლებული რომ არსებობდა. ამიტომაც ეწოდა ქართველთა სამეფო. მართალია ქართველთა სამეფო შემდგომ პერიოდებში აშოტ კურაპალატის შთამომავლების აშოტ კურაპალატი იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც ასე ვთქვათ პოლიტიკურად დამკვიდრდა ამ რეგიონში, საფუძველი ჩაუყარა პოლიტიკურ ერთეულს და მას ყავდა სამი ძე, შემდეგ კიდევ შთამომავლები და მოხდა ისე რომ ეს ქართულთა სამეფო ერთგვარად დაიშალა და არსებობდა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამფლობელოები, რომლებიც ხან ერთმანეთს ებრძოდნენ, ხან თქვათ აღიარებდნენ რომელიმე პოლიტიკური ერთეულის, რომელიმე პიროვნების უპირატესობას. პოლიტიკურად მართალია ეს იყო ბოლო პერიოდში ერთგვარად დაგუცმაცებული, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ რეგიონს ჰქონდა კულტურული და საეკლესიო თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც ქართლში ვრცელდებოდა არაბთა იურისდიქცია, არაბების ხელში იყო ქართლი, დანარჩენი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე კი ნელ-ნელა ყალიბდებოდა პოლიტიკური ერთეულები. რეალურად ქართლის აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის ცენტრად ფაქტობრივად იქცა ტაო-კლარჯეთი, მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო ცენტრი ფიზიკურად ქართლში მდებარეობდა მცხეთა. განსაკუთრებული იყო აქ წარმოქმნილი საეკლესიო და კულტურული ცენტრების მნიშვნელობა. აქ და ეს დიდწილად არის სწორედ გრიგოლ ხანძთელის დამსახურება. გრიგოლ ხანძთელმა მე-8 საუკუნის ბოლო და მე-9 საუკუნის დასაწყისიდან საფუძველი ჩაუყარა დიდ სამონასტრო მოძრაობას. მან დააარსა ყოველდღიურად არის ცნობილი ხანძთისა და შატბერდის მონასტრები და უშუალოდ მან და მისმა მოწაფეებმა კიდევ განავრცეს ეს პროცესი და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ძალზე ბევრი მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში და არა მარტო კლარჯეთში, მეზობელ შავშეთში და ტაოში. 12 კლარჯეთის უდაბნონი ასე ეწოდება წყაროებში ამ სამონასტრო ერთობას, თუმცა ბოლო კვლევებით ცხადი ხდება, რომ 12 არ იყო მხოლოდ ეს მონასტრები, გაცილებით მეტი იყო. და ეს 12 სიმბოლურად არის ქრისტეს 12 მოციქულის რაოდენობიდან გამომდინარე. ეს საეკლესიო ცენტრები ამავდროულად იყო კულტურის ცენტრები, იყო სამწიგნობრო ცენტრები, აქ იწერებოდა ხელნაწერები, აქ იყო ძალიან ცნობილი სახელოსნოები, მაგალითისათვის თქვა ბექა და ბეშკენ ოპიზრები დღემდე ყველა ქართველმა რომ მითის მათ სახელები სწორედ ოპიზარი ნიშნავს ოპიზიდან ეს ადამიანები ოპიზაში მოღვაწეობდნენ და სავარაუდოდ აქ იყო დიდი საოქრომჭედლო სახელოსნო. სამწუხაროდ ჩვენ ძალიან მცირე რამ შემოგჭა ტაო-კლარჯეთიდან ამ მხედველობაში მაგ ეს ხელნაწერები არც თუ ისე მცირე, მაგრამ იმასთან შედარებით მცირე, რაც იქმნებოდა თავის დროზე. ხელნაწერები, ხატები, ჯვრები, თუმცა საკმაოდ კარგად შემოგჭა არქიტექტურული ნიმუშები. მართალია ბევრი ძეგლი დაინგრა სამწუხაროდ ძირითადად ისლამურ პერიოდში, შემდეგ მე-19 და მე-20 საუკუნეშიც, მაგრამ რაც არის შემორჩენილი, ისიც ძალიან კარგად მეტყველებს სიდიადეს ამ რეგიონისა. ბატონო, რა მინდა და მეკითხა. გარკვეულწილად ბიზანტიასთან ყოფნამ ახლოს
ტაო-კლარჯეთის ამ რეგიონის ხომ არ განაპირობა კულტურული აღმავლობა და უფრო აღმშენებლობა და აი ქრისტიანული ქვაკუთხედის ჩამოყალიბება. ხო არ იქონია მან გარკვეული გავლენა? რა თქმა უნდა, ამას ვერ უარყოფთ. ეს ლოგიკური ასეც ყოფილი იყო, ვინაიდან ეს რეგიონი, საერთოდ ამ რეგიონის დაწინაურებაში ერთ-ერთი ამ რეგიონის დაწინაურების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ ეს სამხრეთი პროვინციები ახლოს იყო ბიზანტიურ სამყაროს და უშუალოდ ემეზობლებოდა. 1071 წელს მოხდა ბრძოლა თურქ-სელჩუკებსა და ბიზანტიის იმპერიას შორის. ბიზანტიელები დამარცხდნენ და დაკარგეს თითქმის მთელი აღმოსავლური პროვინციები. აი ამ პერიოდამდე 1071 წლამდე უშუალო საზღვარი გადიოდა ტაო-კლარჯეთზე. ტაო-კლარჯეთის შემდეგ იწყებოდა ბიზანტიის იმპერია. ეს ერთი მიზეზი. მეორე, რა თქმა უნდა, ბიზანტიის იმპერიას ხელს აძლევდა აქ ადგილობრივი პრობიზანტიური ქართული პოლიტიკური ერთეულების არსებობა. და მართლაც პრობიზანტიურები იყვნენ ისინი, ეს კარგად ჩანს, ვთქვათ, მმართველთა ტიტულატურიდანაც. კურაპალატი, მაგისტროსი, შემდეგ მოგვიანებით ცოტა სევასტოსი, ქართველი მეფეები იღებდნენ ამ ტიტულებს. ეს არის ჩვენ რა თქმა უნდა არც ხარკს უხდიდით და არც ვთქვათ ზედმეტი დიდი ვალდებულებები არ გაგვაჩნდა, თუმცა აი ამ ტიტულების ტარება თავისთავად არის განაცხადი იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებდით ბიზანტიის უზენაესობას. და ბიზანტიას ხელს აძლევდა აქ ასეთი პოლიტიკური ძალების არსებობა, იმიტომ რომ ამ დროს აღმოსავლეთში მისი მთავარი მეტოქეები იყვნენ არაბები. და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ანტიარაბული ძალის არსებობა შედიოდა ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში. ეს ხადია გამოიხატებოდა სავარაუდოდ ფინანსურ მხარდაჭერაშიც ხშირად, აი მაგალითად ოშკის წარწერებიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ მე-11 საუკუნეში დაუბურავთ, ანუ გადაუხურავთ ოშკის ტაძარი სწორედ ბიზანტიის იმპერატორის ფინანსური დახმარებით. სხვათა შორის იგივე შეიძლება ითქვას, რომ სვეტიცხოვლის რეკონსტრუქცია, გადაკეთება მელქისედეკ კათალიკოსის დროს, რომელიც მოხდა, სხვათა შორის შეცდომით ვიცით, ჩვენ თითქოს მელქისედეკ კათალიკოსმა ააშენა სვეტიცხოველი, ასე არ არის. ნუ ეს რაღაცნაირად მოდის დიდოსტატის მარჯვენის გავლენაში ვართ ხოლმე. სხვათა შორის აი ეს მაგას ძალიან ხშირად ვამბობ მეც და აბსოლუტურად გეთანხმებით. ხანდახან მხატვრული ლიტერატურა გადადის ისტორიულ ფაქტებში. ანუ არ ევახდება თითქოს ისტორიულად მართლა ესე იყო. თუნდაც ის ხელის მოჭრის რაც შეეხება, ნუ ახლა ისტორიულ წყაროებში სადმე არის მსგავსი რომელიც. არა, რა თქმა უნდა, ეს არის ხალხური თქმულება და ეს კარგად გამოიყენა შემდეგ კონსტანტინე გამსახურდიამ. მას ამის უფლება ჰქონდა, რა თქმა უნდა, მას არასოდეს არც უთქვას და არც დაუწერია, რომ ეს არის ისტორიული სინამდვილე. ის წერდა რომანს. ძალიან კარგ რომანს, ძალიან ისე მიიღო ქართულმა საზოგადოებამ და ესეც ნიშანია, ვთქვათ, როგორ მიიღო, რომ იმდენად გაითავისა ეს, რომ ისტორიულ სინამდვილედ ჩათვალა. არა და მელქისედეკ კათალიკოსის ცხადი არ აშენებს, მან გადააკეთა ტაძარი, ტაძრის ძირითადი ნაწილები აშენებულია ვახტანგ გორგასლის მიერ, სვეტიცხოვლისა. და შემდეგ მის რეკონსტრუქციაში ფინანსურად მონაწილეობს ბიზანტიის იმპერატორიც. ეს კარგად ჩანს ისტორიული დოკუმენტიდან, რომელიც ჩვენამდე არის შემორჩენილი მელქისედეკ კათალიკოსის დაწერილი ქვია ამას. ზუსტად ანალოგიურად, თქვათ, ოშკის ტაძრის მშენებლობაში დარწმუნებული ვარ, ბევრი ცნობები ჩვენ არ აქვს, მაგრამ თქვათ, ზოგიერთი სხვა ტაძრების მშენებლობაში შეიძლება ფინანსურად მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, ჩვენ როცა ვნახულობთ საუქრომჭედლო სახელოსნოს ნიმუშებს, როცა ვნახულობთ წიგნის მხატვრობის ნიმუშებს, ფრესკებს, არქიტექტურას, შეუძლებელი ამ ადამიანებს არ მიეღოთ განათლება ბიზანტიის იმპერიაში. აი ეს ყველაზე დიდი მხარდაჭერა ალბათ ეს იყო. ჩვენ სამწუხაროდ არ აქვს ზუსტი ცნობები, მაგრამ შეუძლებელია ოშკის მაშენებელი ყოფილიყო მხოლოდ ადგილობრივად განათლებული ადამიანი. მას ძალიან დიდი დონის იმ დროისთვის დიდი დონის სასწავლებლებში აქვს მიღებული ცხადია განათლება ბიზანტიის იმპერიაში. და ეს კულტურული და საეკლესიო, ასე ვთქვათ, ერთგვარი გავლენა, დადებითი გავლენა ცხადია, ძალიან კარგად დაისახა ამ რეგიონის განვითარებაზე და შემდეგ თავის კვალი დატოვა ქართული კულტურის ჩამოყალიბებაზე და სრულყოფაზე. სხვათა შორის ხშირად
ჩვენ ხიზიანდებით ხოლმე, როდესაც აი დასავლეთში ხშირად შეიძლება უწოდონ ბიზანტიური კულტურა, ჩვენს იმა ბიზანტიური პერიოდი არის ასეთი ტერმინები. ეს შეიძლება ცოტა გამაღიზიანებელიც არის, იმიტომ რომ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ჩვენი კულტურა გვაქვს და არა ვართ ბიზანტიური კულტურის ნაწილი, მაგრამ გარკვეული გაგებით ეს მართალია, იმიტომ რომ ეს იყო ერთიანი დიდი კულტურული სივრცე. როდესაც სხვადასხვა მონასტრებში თქვათ ერთად მოღვაწეობდნენ ქართველები, ბერძნები, სირიელები, არაბები, თქვათ და ქმნიდნენ თავთავიანთ კულტურებს, წერდნენ ხელნაწერებს, ქმნიდნენ ხატებს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ისინი განიცდიდნენ ერთმანეთის გავლენას და ეს ერთიანი დიდი კულტურული სივრცე იყო, ჩვენ ერთიანი სარწმუნოება გქონდა ჩვენ და ბიზანტიელებს და ბიზანტია დიდი იყო, იმპერია იყო, ჩვენ ვიყავით მცირენი და ლოგიკურია გავლენების არსებობა, რა თქმა უნდა, დახედეთ თქვა ქართულ ხატებს, ქართული წიგნის მხატვრობის ნიმუშებს, მინიატურებს, ფრესკებს და ეს ლოგიკურია და ამ ხრივ თქვენ სწორი ბრძანდებით, თქვა ტაოკლაჯეთი იყო სწორედ უშუალოდ ამ იმპერიის მოსაზღვრე და ლოგიკურია, რომ ნაკადები იქიდან შემოსული იყო. რა მინდოდა მეკითხა კიდევ ბაგრატიონების ღვთიური წარმავლობის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ისტორიულად, მეცნიერულად ესე არ არის. ანუ არანაირი წყარო არ არსებობს ისეთი, რომელიც მეცნიერულად დაასაბუთებდა, რომ ეს ნამდვილად ესეა. და გარკვეულწილად ხომ არ განაპირობა აი გრიგოლ ხანძთელის სიტყვებმა ის როგორც მიმართავს აშოტ კურაპალატს, რომ აი ამ სიმის სიტყვებმა, რომელიც მის ღვთიურ წარმომავლობას და დავით წინასწარმეტყველს დაუკავშირა, გარკვეულწილად პოლიტიკური აი ამაზე მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ. ანუ აი თქვენი აზრი, თქვენ როგორ უყურებთ არაჩვეულებრივად იცნობთ ამ პერიოდს და აი რა შთაბეჭდილება გრჩება თქვენ აი ამაზე რამდენიმე სიტყვით რო გითხრათ. ძალიან რთული საკითხია, რა თქმა უნდა, ეს არის ასე ვთქვათ, ისტორიული ეს არის ლეგენდა, მაგრამ ეს განსხვავებით სხვა ლეგენდებისაგან, ამ ლეგენდას აქვს ისტორიული წყაროებიც, ვთქვათ. ბატონო ბობა, ბოდიში შეგაწყვეტინებთ, რეკლამის დროა, რეკლამაზე გავართ და პატრიოტული ტელემოყურებლებო, დაგიბრუნდებით ძალიან ცოტა ხანში. ჩვენ დაგიბრუნდით პატრიოტული ტელემოყურებლებო და ბატონო მოგთხოვთ გავაგრძელოთ. დიახ, საკმაოდ რთული საკითხია. არსებობს ლეგენდები, რომელიც მხოლოდ ხალხში იყო. ეს არის ისეთი ლეგენდა, რომელიც ფიქსირებულია ისტორიულ წყაროებში. ანუ ეს არის დასტური იმისა, რომ საკმაოდ ძველად უკვე არსებობდა ეს ლეგენდა. ამ ლეგენდას რამდენად აქვს ისტორიული საფუძველი, ძალიან რთული სათქმელია, რა თქმა უნდა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ მმართველ დინასტიებს ეს ახასიათებთ, რომ ისინი ცდილობენ თავი დაუკავშირონ რომელიმე გამორჩეულ პიროვნებას ძველ დროში და ხანდახან სხვათა შორის ახლა არის გავრცელებული გენეტიკური კვლევები და ეს გენეტიკური კვლევები ხანდახან ადასტურებს იმას, რომ გარკვეულ ისტორიულ გადმოცემებს თავის საფუძველი ჰქონია თურმე. ზოგიერთ გადმოცემას ჰქონია საფუძველი, ზოგიერთ გადმოცემას ნაკლებად, მაგრამ ის რომ ბაგრატონთა ბიბლიური დავით წინასწარმეტყველისაგან წარმოშობის თეორიას აქვს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ზოგადად შუა საუკუნეების საქართველოს
და მეფეებისთვის, ბაგრატიონებისთვისაც ამას ქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს ფაქტია, თითქმის ყველაფერს მას უკავშირებენ, თქვა იგივე სიმბოლიკა, როცა შემოდის ცოტა მოგვიანებით გერბი, იმ გერბზე სიმბოლოები სწორედ არის აღებული ბიბლიური დავითთან დაკავშირებული სიმბოლოები. ისიც ფაქტია, რომ ზოგადად ბაგრატიონების მიმართ არსებობს რაღაცა ერთგვარი სხვანაირი დამოკიდებულება. სიმართლე გითხრათ, მე ბოლომდე ვერ ამიხსნე ეს რა ფენომენია. მაგალითად, ძალიან ბევრჯერ მსოფლიოს ისტორიაში, ძალიან ბევრ ქვეყანაში კი არა და ყველა ქვეყანაში თითქმის არსებობს ბევრი ფაქტი დინასტიების ცვლის. ხდება სახელმწიფო გადატრიალება, ხდება რაღაცა პროცესები და შედეგად მოდის სხვა დინასტია, შემდეგ კიდე სხვა დინასტია, შემდეგ კიდე სხვა. ჩვენთან, როდესაც ხდებოდა, ვთქვათ, გარკვეული დაპირისპირება, გარკვეული სახელმწიფო გადატრიალება, ან გადატრიალების მსგავსი რაღაც, არასოდეს არ განიხილებოდა ტახტზე სხვა კანდიდატურა. ყოველთვის აი ამ მოწინააღმდეგე ძალას თავისი კანდიდატი ბაგრატიონი ყავდა ხოლმე. და ეს და კიდევ რა არის საინტერესო, ნახეთ, საქართველოს დაიშალა მაგალითად მე-15 საუკუნეში პოლიტიკური ერთეულება ჩამოყალიბდა ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოები და სამცხის სამთავრო. დააკვირდით, მიუხედავად იმისა, რომ სამცხის სამთავრო, სამცხის საათაბაგო ხანდახან არაფრით ნაკლები არ იყო პოლიტიკურ სიძლიერეს გულისხმობდა ანაჩენ ერთეულებს ხანდახან ატყვევებს კიდევაც მეფეს დაატყვევა ათაბაგმები. მიუხედავად ამისა, ის არის მთავარი და ეს არის მეფე, ვერ მეფდება. ანუ რატო განაარჩეულია დაირქვას მეფე, ხომ? მისი ნება არ არის თითქოს, მაგრამ არა, მას არ მიიღებს საზოგადოება, მას არ მიიღებს უპირველეს ყოვლისა ეკლესია. აი ეს მოდის იქიდან, რომ ძალიან იყო გამჯდარი ხალხში რწმენა ბიბლიური დავით წინასწარმეტყველიდან წარმომავლობის თქვათ აზრი იყო ძალიან გამჯდარი. თუ იქიდან მოდის, რომ ზოგადად სხვანაირები ვართ ქართველები და არ ვიცი, რაღაც საიდუმლო ბაგრატიონ და გვარშია ჩემი აზრით. აი იგივე მაგალითად ბაღვაშებისა და ბაგრატიონების დაპირისპირება რაღაც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას ითვლის, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასოდეს ყოფილა პერიოდები, როდესაც ბაღვაშებს უმარჯვიათ, მაგრამ არასოდეს მათ არ უცდიათ გამეფება. მეტიც აი, როდესაც ბაგრატ მე-4 მიდის ბიზანტიაში, იძულებულია იმპერატორს თხოვს დახმარება ბაღვაშთან დაპირისპირების საქმეში. დამარცხებულია ფაქტიურად დამარცხებული მეფე მიდის ბიზანტიაში, აქ რჩება ბაგრატ, აქ რჩება ლიპარიტ ბაღვაში, გამარჯვებული, ასე ვთქვათ. მან დემონსტრაციულად რუისის ტაძარში მეფედ აკურთხა ბაგრატის შვილი გიორგი. ამით ხაზი გაუსვა მის უფლებებს, რომ მე ვარ აქ ბატონ პატრონი და თუ შენ ხარ ბატონ პატრონი, შენი თავი გამოაცხადე მეფედ, ხო, გიორგის რაღაცა ცხადე. ძალაც აქვს, გავლენაც აქვს, რა ვიცი, გააქცია მეფე თავისი სამეფოდან, მეტი რაღა გინდა, აგერ ტახტი თავისუფალია თითქოს. მაგრამ არ ვიცი, რაღაცა ხდება, როგორც ჩანს საზოგადოებაში იყო განსაკუთრებული დამოკიდებულება და ეკლესიაში ბაგრატონთა გვარის მიმართ და მართლაც გამჯდარი იყო, რომ ეს არის ღვთისგან მოვლენილი გვარი, რომელმაც უნდა მართოს ქვეყანა, რომლების წარმომადგენლები უნდა იყვნენ სულ მეფეები. არ ვიცი, ბოლომდე ვერ ვცემ ამას პასუხს. ასე რომ თქვენ კითხვა რო შევაჯამოთ, თქვენ კითხვაზე პასუხი შეიძლება ითქვას, რომ ძნელია და შეუძლებელია ამის დადასტურება ან უარყოფა, მაგრამ ის ფაქტია, რომ შუა საუკუნეების საქართველოში მქონდა ძალიან დიდი რწმენა ამისი. ბატონო, მინდა გკითხოთ ტაო-კლარჯეთზე დღეს. მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან დიდი ღვაწლი მიგიძღვით ტაო-კლარჯეთის კვლევაში, ახალი რამე ხო არ აღმოჩნდა იქ, რამე მნიშვნელოვანი, აი დღევანდელ დღეს ტაო-კლარჯეთი თქვენ მოგვახსენეთ ჩვენ, რომ დღევანდელ დღეს მეტი საშუალება არის იმისი, რომ ტაო-კლარჯეთი უფრო კარგად იქნას შესწავლილი. და ძალიან დიდ მეცნიერები ამაზე ოცნებობდნენ და
თქვენ ძალიან ბევრი შეძელით და აი გთხოვთ ამის შესახებ გვესაუბროთ. რა ვიცი, ახლა არ მგონია რომ ბევრი რამ შევძელი, იმიტომ რომ ძალიან დიდი რეგიონია, ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლია, ბევრი სპეციალისტი მუშაობს და ასე ვთქვათ, ძალიან ბევრია გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, სიახლეები მუდმივად არის. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველა ექსპედიციაში თუ ექსპედიცია ამიზნით მიდის, ყველა ექსპედიცია ასე ვთქვათ, განწირულია სიახლეებისთვის და ამას მისჯილი აქვს ეს, რომ ამას აუცილებლად ეკნება სიახლეები, იმიტომ რომ თითქმის შეუსწავლელია, ადგილზე შესწავლას გულისხმობ, შეუსწავლელია გულისხმობ დღევანდელი პერიოდის შესაბამისად, თორემ რა თქმა უნდა, ძალიან თავისი უნდა მივაგოთ ნიკო მარს, ექვთიმე თაყაიშვილს, მანამდე დიმიტრი ბაქრაძეს, შემდეგ ჟან მიშელ და ნიკოლ ტიერებს, ფრანგი მეცნიერები გახლავენ ესენი, ვახტანგ ჯობაძეს, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობდა ქართველი და ისარგებლა თავისი ამერიკელობით და ვთქვათ, მაშინ შეისწავლა ეს მონასტრები, როდესაც ჩვენებს არ შეეძლოთ იქ ჩასვლა, ბრუნო ბაუმგარტნერი, ავსტრიელი მეცნიერი და ძალიან ბევრი იკვლევდა სხვადასხვა პერიოდში, მაგრამ დღევანდელი ეპოქის შესაბამისად ის ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი ბევრი ისტორიული ძეგლი, ვთქვათ, რომლებიც მაშინ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოხვდა იმ წინარე მკვლევართა თვალსაჩინოში ვერ მოხვდა ბევრი მიზეზის გამო ძალიან რთული რელიეფია, ძალიან დიდი რეგიონია, ყველგან მისვლა შეუძლებელი იყო, ყველაფრის მოსწრება შეუძლებელი იყო, ერთ არქიტექტურულ კომპლექსშიც კი ყველაფრის დათვალიერება შეუძლებელი იყო. ესე განსაჯეთ პარადოქსია, მაგრამ მე და ჩემს მეგობრებს ხვდაწილად ბედნიერება აღმოგვეჩინა ხანძთის მონასტერში ახალი ნაგებობა. ხო, წარმოუდგენელია, ხანძთის მონასტერი მეტნაკლებად კარგად არის შესწავლილი, მეტნაკლებად დეტალურად არის აღწერილი და ძალიან ბევრს უკვე ათასობით ადამიანს აქვს ნანახი ეს მონასტერი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ნაგებობა რელიეფის სირთულისა და ვთქვათ, აი ხშირი მცენარეული საფარის გამო მოხვედრილი იყო შედარებით ასე ვთქვათ, დაუნახავ არეში. და ერთხელაც რამდენჯერმე რომ შემომჩნეთ, ერთხელაც მოვიცალეთ რომ სულიყავი და აღმოჩნდა უზარმაზარი რეზერვუარი, წყლის რეზერვუარი, რომელმაც პირვანდელი სახით მოაღწია ფაქტიურად ჩვენამდე. არის თავისი სახურავით ჩამოქცევის გარეშე, შიგნით აქვს კონსტრუქცია, რაღაც ხიდის მაგვარი, ბერები შედიოდნენ და იქიდან ალბათ წყლის რეზერვუარის ამოსასვლელად თავებლად საოცარია რამდენი ხანი ზეგი ფაქტობრივად ასევე ვფიქრობ რომ ჩვენს ექსპედიციას ხვდაწილად პატივი რომ საბოლოოდ გადაეჭრა ძველი ისტორიული ციხე-ქალაქ თუხარისის საკითხი თუხარისიც გახდათ იმ პუნქტების რიგში რომლებიც ბოლო დრომდე არ იყო ლოკალიზებული ასეთი ცოტა იყო ერთ-ერთი დარჩენილი იყო თუხარისი, ვინაიდან სახელი თუხარისი დაკარგული იყო, ამიტომ თქვა ფიზიკურად არადა ისტორიული ციხე-ქალაქი იყო, როგორც წყაროებშია მოხსენიებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა გადავჭერით, მივაკულიეთ იმ ადგილს, სადაც არის სხვადასხვა ციხის, ეკლესიის ნაშთები და ძველი ნაქალაქ არის კვალი. ასევე თითო ექსპედიციაში ძალიან ხშირად ხდება ეგრეთ წოდებული მეგალითური პერიოდის ძეგლების აღმოჩენა, რომლებიც კიდე ცალკე ამბავია, ცალკე პერიოდი, ეს არის პერიოდი, როდესაც არ იყო კირი გამოგონებული და ჩვენი წინაპრები აშენებდნენ უზარმაზარი ლოდებით. 2 მეტრიანი, ხანდახან 3 მეტრიანი ლოდებით. ასეთი ძეგლები აქეთაც ბევრი გვაქვს, ჯავახეთში, სამცხეში, აბულის მთა, შაორის მთა, ზუსტად აი ამ პერიოდის ძეგლები არის და ძალიან დიდი საოცარია ხო როგორ აშენებდნენ აი მართლა საოცრებაა, ხანდახან ერთ პუნქტში ერთმანეთის მოსაზღვრეთ მთელი ჯაჭვი ასეთი ციხეების. ეს ციხეები, ამ ციხეების დიდი ნაწილი რა თქმა უნდა დანგრეულია, მაგრამ ხშირად, ძალიან ხშირად ქვები არის ადგილზე დატოვებული, ქვების გარკვეული ნაწილია ჩამოშლილი და უზარმაზარი ქვაყრილებია. ეს კიდე ცალკე შესასწავლი აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ძველ პერიოდში ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, მესხები, იგივე მუშქები,
აქვე არსებობდა დიაოხი, ძველი პოლიტიკური ცენტრი, ისტორიული კოლხას პოლიტიკური ცენტრიც აქეთ არის, ხოთა შორის ესეც შეცდომით ვიცით, თითქოს კოლხეთი არის დასავლეთ საქართველოს მხოლოდ. ანუ ეს სამხრეთ ტაო-კლარჯეთის ტერიტორია. ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე იყო ძველი კოლხეთის კოლხას რო უწოდებთ, ძველი კოლხეთის პოლიტიკური ცენტრი. რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოშიც გრძელდებოდა მისი სამფლობელო და შემდეგ, როდესაც დაეცა ეს ძველი კოლხეთის სამეფო კიმერიელთა შემოსევების შედეგად, პოლიტიკურმა ცენტრმა გადმოინაცვლა ჩრდილოეთით. სხვათა შორის არის მოსაზრება, რომ ძველი კოლხეთის პოლიტიკური ცენტრი იყო არტანუჯი, რომელიც შემდგომ შუა საუკუნეებში ბაგრატოვანთა ცენტრი ხდება. ასევე არის მოსაზრება, რომ კოლა ისტორიული პროვინცია არის ასეთი, სადაც მტკვარი იწყება, სწორედ აქ ტაო-კლარჯეთში. კოლაც შესაძლოა მომდინარეობდეს კოლხადან და იყოს ძველი კოლხას ერთგვარი დანალექი და დაპატარავებული ტოპონიმი, ასე ვთქვათ. ასე რომ ძალიან ბევრი აქვს სიახლეები თითო ჩასვლაზე, შეიძლება რამდენიმე წარწერაც კი აღმოჩნდეს ხოლმე ახლა ერთ-ერთი უკანასკნელი ექსპედიციის დროს 3-4 ახალი წარწერა ვნახეთ სრულიად. წარწერები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ წარწერა თუ ვთქვათ ეკლესია, ავიღოთ ეკლესია, ვთქვათ ან ციხესიმაგრე, განსაკუთრებით ციხესიმაგრე. იქ შეიძლება ათასნაირი ინტერპრეტაცია იყოს და ხანდახან ათასნაირი ზღაპრები იწერება, რომ აშენებულია იმათ მიერ, ამათ მიერ, რაღაც იმათ მაგარი. სელჩუკებმა ააშენეს, ყივჩაღებმა ააშენეს, რაღაცა არის ჩვენი მეზობელი სომხები წერენ ხშირად, რომ ეს სომხურია და აი წარწერა არის ისეთი არტეფაქტი, რომელსაც ვერავინ ვერაფერს ვერ უშვება. უკვე დამთავრებულია წერტილი. უკვე მართალია, იქაც არის მერე განსხვავებული ინტერპრეტაციები, მაგალითად ზოგიერთი ბევრი ჩვენი სომეხი კოლეგა წერს და ფიქრობს, რომ იქ რომ ქართული წარწერები ეს ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ კულტურულად და ეკლესიურად იყვნენ ქართველები, თორემ ისევ იყვნენ სომხები. ქალკედონეთის სომხები იყვნენ. აი ესეთი თეორია. თუმცა ამაზე მაქვს მე ასეთი პასუხი, ადამიანი თუ კი ქართულად ლოცულობს, თუ კი ქართულად წერს, თუ კი ქართული წარწერებით შემკობილი ეკლესიებს აშენებს, თუ კი ქართულ ხელნაწერებს წერს და თუ კი ქართულად მართავს სახელმწიფოს, რაღაც ომეხი ყოფილა მაშინ ხო და მაშინ რა თქმა უნდა ის რომც იყოს გენეტიკურად სომეხი, ანუ წარმოშობით სომეხი, რა თქმა უნდა უკვე პოლიტიკურად, კულტურულად ეს არის წამყვანი. ახლა ნებისმიერი გვარი, ნებისმიერი დინასტია, ნებისმიერი ადამიანი წარმომავლობით საუკუნეების, ათასწლეულების იქით ვინ იყო არავინ არ იცის. მთავარია თვით შეგნება, მთავარია ენა, მთავარია პოლიტიკა, მთავარია კულტურა და ეს განსაზღვრავს შენს ეროვნებას, ხო? ასე რომ იმის თქვა მინდა რომ ასეთი ანტიმეცნიერული მიდგომებიც არის და არა მარტო სომხებში, ვთქვათ, ხშირად ქართველებშიც, ხშირად თურქებში, ხშირად სხვათა შორის არის ასეთი ანტიმეცნიერული მიდგომა, თითქოს ეს ეკლესია მონასტრები არის აგებული ქრისტიანი ყივჩაღების მიერ. თითქოს დავით აღმაშენებელმა რო ჩამოასახლა ყივჩაღები, ისინი თითქოს დასახლდნენ ამ რეგიონში, არა და არანაირი ცნობა არ არის რომ ამ რეგიონში იყვნენ დასახლებულები. თითქოს დასახლდნენ ამ რეგიონში, გაქრისტიანდნენ თითქოს, შემდეგ ააშენეს ეს ეკლესია მონასტრები და რა თუნდაც ეს თეორია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩაითვალოს ეს კულტურული ძეგლები თურქული კულტურის ნიმუშებად. თუმცა თვითონ თურქებშიც უკვე ეს თეორია ძალიან ძველდება და ნელ-ნელა იძულებულები არიან რომ ობიექტურად იყვნენ. რა თქმა უნდა, ახლა ამას ვერ საწაუხალ ოშკის ტაძარზე არის ათეულობით ვრცელი წარწერა წარმოიდგინეთ და ქართული, ასომთავრული წარწერები უმთავრესად. ახლა ეს ამტკიცო რომ არ არის ქართული ისტორიული ძეგლი, რაღაცა ფანტასტიკის სფეროა უკვე დიახ. აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და შეიძლება ესე ვთქვათ, რომ როდესაც ისტორიული ფაქტები, მით უმეტეს წარწერები არსებობს, როცა ფუნდამენტი აბსოლუტურად მეცნიერული კუთხით ადასტურებს რაღაც ისია და არა სხვაგვარად. და ზუსტად ჩვენი გადაცემა ემსახურება ამას, რომ მაქსიმალურად ობიექტური, სწორი, მეცნიერული ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას და
საზოგადოებამ იცოდეს რა არის სიმართლე. და იცოდეს ლეგენდებიც, მაგრამ იცოდეს რომ ეს არის ლეგენდა, ეს არის თქმულება, ეს არის რაღაც გამოგონება ახალი, მაგრამ ანუ ყველაფერს თავის სახელი რომ ერქვას. მე მინდა ბატონობა ურმესმარლოვი მოგახსენოთ და ასეთი ძალიან სასიამოვნო საუბრისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებისთვის და მომავალზე კითხოთ, მომავალში თუ აპირებთ რაიმე ექსპედიციას, კვლავ რო გააგრძელოთ და ჩვენს ბაგრატონთა სახლით, საქართველოს სამეფო სახლით მაქსიმალურად ამ საქმეს გვერდით დაუდგება ჩვენ სხვადასხვა ფონდიც გვაქვს შექმნილი, ეს არის საქართველოს სამეფო სახლის პროექტი, ქართული სიძველეების კვლევის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი. და გვინდა რომ ეს ფონდი ძალიან გავაძლიეროთ, მოვიპოვოთ საკმაოდ ესეთი ფინანსები, ხო იცით, ყველაფერს წყვიტავს და რომ ჩვენ შევძლოთ აი ასეთი მნიშვნელოვანი მეცნიერული კვლევების ჩატარება. სამომავლო გეგმებზე დიახ, სამომავლო გეგმები დიდწილად უკავშირდება აწმყოს დღევანდელობას. დღეს გვაქვს ჩვენ მიმდინარე ერთი პროექტი ტაო-კლარჯეთის შესახებ. ეს არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტი. უკვე დაიწყო, ასე ვთქვათ, მე-3 წელი. ეს არის ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების ინტერნეტ ბაზის შექმნა და კატალოგის გამოცემა. აქ იგულისხმება, რომ დღემდე არ მომხდარა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების ერთიანი ბაზის შექმნა. როგორც წესი, მეცნიერები თავიანთი ინტერესების სფეროდან გამომდინარე ინტერესდებოდნენ ხელოვნებაცოდნეებს, აქვთ კარგი კვლევები, მაგრამ სახელოვნებაცოდნეო კუთხით ისტორიკოსებმა ნაკლებად იმუშავეს, შეიძლება ითქვას ამ რეგიონში და ვთქვათ ასე შემაჯამებელი შრომები არ არსებობს. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ შეგვექმნა ინტერნეტ ბაზა, ნებისმიერ ადამიანს ორენოვანი ქართული, ინგლისური, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მისთვის საინტერესო ისტორიული ძეგლის შესახებ მოიძიოს ინფორმაცია. აქ უნდა შევიდეს ჩვენს ხელთ დღეს არსებული ყველა ინფორმაცია, აბსოლუტურად ყველა ისტორიული ძეგლის შესახებ ზოგადი ინფორმაცია ცხადია, ყველა ისტორიული ძეგლის შესახებ იქნება ეს ციხესიმაგრე, იქნება ეს მონასტერი, ეკლესია, ისტორიული პუნქტი, ისტორიული ადმინისტრაციული ცენტრი, პოლიტიკური ცენტრი, ნასახლარი, ნაქალაქარი, ცალკეული არტეფაქტები, წარწერები, ორნამენტები თუ ასე შემდეგ. და ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს მისთვის საინტერესო ინფორმაციის ძებნა სხვადასხვა მონაცემით, თქვათ პერიოდის მიხედვით, თქვათ ისტორიული ძეგლის სახეობის მიხედვით, თქვათ პიროვნების მიხედვით, რომელიც ამ რეგიონს უკავშირდება და ასე შემდეგ. მოიძიოს, თქვათ, ნებისმიერ ლიტერატურა, რაც არსებობს ამ რეგიონის ძეგლებზე. სხვათა შორის მსგავსი რამდენიმე პროექტი კიდევ ხორციელდება სხვადასხვა ჯგუფების მიერ, მინდა მათაც წარმატება ვუსურვო. ეს არის ერთიანი საქმე, ერთი დიდი საქმე, რომელსაც არ ეყოფა 2 და 3 ჯგუფის მუშაობა კი არა, თაობების მუშაობა არ ეყოფა, ვინაიდან ასე განსაჯეთ, ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს შემთხვევები, როდესაც აღმოჩნდება ახალი ისტორიული ძეგლი ხოლმე. დღეს საქართველოში არა გვაქვს ბოლომდე მიყვანილი ისტორიული ძეგლების კვლევა, კატალოგიზება, ასე ვთქვათ, მოწესრიგებული არა გვაქვს აქ საქმე და ტაო-კლარჯეთში რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდეს ეს საქმე რა გასაკვირია და ჩვენი სამომავლო გეგმები უკავშირდება აი ამ ბაზის და კატალოგის მომთავრებას და შემდეგ კვლევის კიდევ ახალი ეტაპის დაწყებას. ბატონო, უღრმესი მადლობა. ეს იმდენად დიდი თემაა და იმდენად სასიხარულო თემაა და მე მგონი ჩვენს ტელემაყურებელს და საზოგადოებას ძალიან გაუხარდა ეს ამბავი, რომ ესეთი ტაო-კლარჯეთში აი თქვენ ამ ხელასაქმეს აკეთებთ და ესეთი მუშაობა მიმდინარეობს და ესეთი პროექტი არის. მე მინდა ჩვენ საქართველოს, ჩვენს საყვარელ მოსახლეობას ესეთი რამ უთხრა. იცით, ძალიან კარგი იქნება, როგორც ახლა ტაო-კლარჯეთიდან დაიწყო, რომ ეს კატალოგი კეთდება. აი ესევე საქართველოს გაერთიანება და ტაო-კლარჯეთიდან ხო დაიწყო ეს პროცესი და აი ერთიანი, მთლიანი, ბედნიერი საქართველო მინდა უსურვო.
კარგად ბრძანდებოდეთ, უღრმესი მადლობა ბატონო. მადლობა თქვენ. აუცილებლად კიდევ მოგიწევთ გადაცემებში და ბევრჯერ გვექნება ჩვენ საუბარი ასეთ თემებზე. კარგად ბრძანდებოდეთ, პატივცემულო ტელემაყურებლებო, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.